ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები ასაჩივრებდნენ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას. ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება ჯერ არ ჩაბარებიათ. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. მას შემდეგ, რაც სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავისუფლება მზია ამაღლობელს. ამ გზავნილით 11 იანვრის შემდეგ ყოველდღე თბილისსა თუ ბათუმში მისი მხარდამჭერები თუ კოლეგები იკრიბებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მზია ამაღლობელი არის ტყვეობაში და სასამართლომ, რომელიც ჩვენ გავასაჩივრეთ, არც კი განიხილა, თუ განიხილა რომ ზეპირად თუ რაღაცნაირად პირდაპირ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ დარჩენილიყო, ეს არის მურუსიძის და ჩინჩალაძის მიერ მართული და კლანის მიერ მართული ვიღაცა მონა მოსამართლემ აი ესეთი შეურაცხყოფა მოგვაყენა და ჩვენი მეგობარი დატოვა ტყვეობაში, ივანიშვილის ტყვეობაში და ჩვენ რა ვიცი თუ რამე შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ნაძირალა ხელისუფლებამ გადაიხადოს პოლიტიკური ფასი იმისთვის, რომ მას ყავს აი ამ საუკუნეში, აი ამ ეპოქაში მას ყავს ტყვეები. საპროტესტო აქციებზე ასევე ითხოვენ უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ირაკლი დგებუაძემ დაკავებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა და ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა. მოძალადე პოლიციელს, რომელმაც იძალა და ქალ პატიმარზე, მზია ამაღლობელზე, ჟურნალისტზე, არათუ მის გათავისუფლებას სამსახურიდან, არამედ მას აჯილდოვებენ, მადლობებს უცხადებენ, იმიტომ რომ რეჟიმის გამომხატველი არის ზუსტად აი ესეთი მოძალადე კაცები, ქალზე მოძალადე კაცები და რეჟიმის სახეები არიან, ეს არ არის ერთადერთი, ასეთი ბევრი არის და ასეთით არის საქმე. პოლიცია იქცა ერთი პარტიის ქართული ოცნების მხარდაჭერად, მის დამცველად. პოლიცია აღარ არის და არ იცავს მოქალაქეების უფლებებს, არ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. პირიქით, ჩვენ ყოველდღიურად საფრთხეს ველით პოლიციელებისგან. პირადად მე შიში მაქვს პოლიციელების, მე მათი მეშინია, შეიძლება სპეციალურად პროვოკაციაზე წამომაგონ და გამაკეთებინონ ისეთი რამე იმისათვის, რომ დამაპატიმრონ. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. ასე ამბობენ იურისტები, რომლებიც მედია მენეჯერის უფლებებს იცავენ და აპროტესტებენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისინი ამბობენ, რომ მზიას საქმე აქ არ დასრულდება.